ჰიპოკრატე ამბობდა, რომ ადამიანს კურნავს წამალი, დანა და სიტყვა. სიტყვა უძლიერესი ინსტრუმენტია ფსიქოთერაპევტის არსენალში. სწორად დასმული კითხვები, სწორად ჩამოყალიბებული დაკვეთა, სწორად წაყვანილი დიალოგი წარმატების საწინდარია. ზუსტად ამიტომ სტაჟირების პროგრამის პირველი მოდული ეთმობა NLP კომუნიკაციას. ხატვით თერაპია ეს არის მეთოდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება როგორც ბავშვებთან, ასევე ზრდასრულებთან ფსიქოდიაგნოსტიკისთვის და თერაპიისთვის. ხატვა გვეხმარება მაშინ, როდესაც ადამიანს უჭირს საკუთარ პრობლემებზე საუბარი, ან უბრალოდ არ შეუძლია. ხატვის დიაგნოსტიკურ და თერაპიულ გამოყენებასაც ვასწავლით სტაჟირების პროგრამაზე. ფსიქოლოგიური ტრავმების უმრავლესობა ყალიბდება იმ ასაკში, როდესაც ადამიანს არც გაცნობიერება და არც ვერბალიზება შეუძლია საკუთარი მდგომარეობის. ზუსტად ამ დროს თერაპევტს ისეთი ტექნიკების ცოდნა ჭირდება, რომელიც ადამიანს დაეხმარება ღრმა ქვეცნობიერიდან ამ შინაარსების ამოღებაში. ეს მეთოდებია პირადი ისტორიის თერაპია, ეგრეთ წოდებული რეგრესი და სიმბოლ დრამა და ამ მეთოდებსაც ვასწავლით სტაჟირების პროგრამაზე. ქვიშით თერაპია ართ-თერაპიის მეთოდია, რომელიც ეხმარება ადამიანს სამ განზომილებაში დაინახოს საკუთარი პრობლემა და იპოვოს გამოსავალი. გამოიყენება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში და რა თქმა უნდა ვასწავლით ამ მეთოდსაც სტაჟირების პროგრამაზე. გეშტალტ თერაპია და მისი ცნობილი ორი სკამის და ცხელი სკამის მეთოდი საუკეთესოა სიტუაციებში, როდესაც ადამიანი შინაგან კონფლიქტშია, როდესაც ერთდროულად უნდა და არ უნდა რაღაცა. ზუსტად ამ დროს გეშტალტ თერაპევტი ეხმარება ადამიანს შინაგან გამთლიანებაში და ამ მეთოდსაც ვასწავლით სტაჟირების პროგრამაზე. ემოციები ადამიანის ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავენ. როდესაც ემოციური ენერგია თავისუფლად მოძრაობს ორგანიზმში, ადამიანი სიმსუბუქეს გრძნობს. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ეს ენერგია დაბლოკილია, ადამიანი უჩივის სიმძიმეს, სიცარიელეს ან სიცივეს. ზუსტად ამ დროს ემოციურ ხატოვანი თერაპია გვთავაზობს სხვადასხვა ტიპის ტრანსფორმაციას ამ ენერგიის დინების აღსადგენად და ამ მეთოდსაც ვასწავლით სტაჟირების პროგრამაზე.